დღეს ნინოობა მართლმადიდებელი ეკლესია იმ წმინდანს იხსენებს, რომელმაც კერპთაყვანისმცემელ ქვეყანაში ქრისტიანობა გაავრცელა. დღესასწაულს განსაკუთრებით ბოდბეში ზეიმობენ, სადაც წმინდა ნინო განისვენებს. ამ დღესთან დაკავშირებით ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. წმინდანის საფლავის მოსალოცად მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს საქართველოში შემობრძანებას და 27 იანვარს მის გარდაცვალებას. დღეს მერტი დასაკეთებს გადარეული ამ სოფლიო და ჩვენს ირგვლივ ქვეყნები ნახე. ომის სიმწარე ვინ არ გამოცადა და ჩვენ გადაგვარჩინა ღმერთმა. აუცილებლად გადაგვარჩა სიცოცხლეთ რა. როგორც წმინდა ნინოს მისცა ის რომ ადიდა ღმერთი და ღმერთმაც როგორ განადიდა ხედავთ, ასევე ჩვენი ერის მომავალი მაგია. თუმცა ერთი ძალიან ცუდი გვაქვს, რომ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ერთმანეთს ტკენთ და ალბათ უნდა ვისწავლოთ, ჭკუა უნდა ვისწავლოთ და მოქცევაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ხომ ისერი ვართ თითოეული ადამიანის გულში რომ ქრისტეა. და რატომ ყინავთ იმ გულს, რატომ ვაქვავებთ, ხო? ერთმანეთს სიყვარულით რატომ არ ვექცევით? აბა როგორი ქრისტიანები ვართ მაშინ? ან ადამიანები საერთოდ როგორ ვართ, თუ ერთმანეთი შევიძულეთ, მოვიძულეთ? ნინოობას მივულოცავ სრულიად საქართველოს ბოდბის მონასტრიდან, როგორი მტკიცე და რწმენით სავსეც იყო წმინდა ნინო, როდესაც მობრძანდებოდა ჯვრისხელში, ასეთივე მტკიცე და რწმენით სავსე უნდა ვიყოთ ერთიანობის და ქვეყნის განვითარების საკითხში. სრულიად საქართველოს მივულოცავ ნინოობის დღესასწაულს. ყველას, რა ვიცი, ეწეოდეს წმინდა ნინოს მადლი, მივულოცავ ბოდბის მონასტერს, მის წინამძღვარს დედა თეოდორას, მეუფე იაკობს, ასევე ყველა ნინოს საქართველოში ცხოვრობს. წმინდა ნინოს ღვაწლი დიდია ქართველების წინაშე, იმიტომ რომ მან შემოიტანა პირველად ქრისტიანობა საქართველოში და მისი წყალობით ვართ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანი.